და ისევ დავბრუნდით მეორე ნაწილით ეთერში. მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ასევე ტექნიკურ ჯგუფს მინდა კითხო მზად არის თუ არა ჩართვა არის მზად, ხედავ რომ გიორგი მოგესალმები გიორგი, როგორ ახარ? კარგად უნდა იყო. კარგად უნდა იყო. თავადლობა პოწვევისთვის კიდევ ერთხელ და მოგესალმებით შენ და გოგო. კი ბატონო, ასევე ტექნიკურ ჯგუფს მინდა ვთხოვო, ისევ გამოაქვეყნო ტელეფონის ნომერი, რომ მაყურებელმა დარეკოს, თუ მას სურს და ჩვენ, არ ვიცი გიორგი, გვისმენდი თუ არა წინა ნაწილში რაზეც ვსაუბრობთ ვერ გისმენდი. ვერა. ნუ ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით ქონდა საუბარი ჩვენ თუ რამდენად სერიოზული ზეწოლა მიდის თუნდაც ჩვენ პარტიაზე, ჩვენი პარტიის მაგალითზე ვსაუბრობდით და ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არ უნდა აწყობდეს ძირითადად ოცნებას. სავარაუდოდ ამას რეგიონის დაბალ დონეზე წყვეტს ვიღაცა, რა ვიცი, ახლა რა შეიძლება დავარქვათ, კოორდინატორი თუ კურატორი არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა რასაც აკეთებს, პირდაპირ ვამბობ რა, რომ ის აკეთებს არასასიკეთოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ პირიქით. კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ თქვას, რომ ქართული ოცნება აყალბებს არჩევნებს. ქართული ოცნება გამოდის და ამბობს, რომ არ ვაყალბებ. აი ჩვენ დღეს მაგალითი მოვიყვანეთ გურჯანის რაიონის მაგალითი მოვიყვანეთ და თუ ქართული ოცნება და ქართულ ოცნებას მართლა სურს, რომ დაანახოს ყველას, რომ არ აყალბებს არჩევნებს, ნუ აგერ გურჯანის რაიონი არსებობს, დაურეკოს, დაუკავშირდეს იმ ადგილობრივ სტრუქტურებს და უთხრას, კითხოს ბოლოს და ბოლოს, ვინ აშინებს ოჯახის წევრებს, ვინ აძალებს ჩვენი პარტიის წევრს, რომ ამოვიდეს სიიდან და რატომ აძალებენ, იმიტომ რომ ხო არანაირი გაყალბება არ ხდება სინამდვილეში. ნუ როგორც ესენი ამბობენ. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება მინდა რომ იმედი მქონდეს, რომ ქართული ოცნება ასე მოიქცევა, თუმცა არ ვიცი უახლოეს დღეებში გაგაცნოთ. არ გაუყალბებიათ ახლა და პირველი იქნება. საგარეჯოს ამბები გაიხსენე კაცო. მე მახსოვს, მაგრამ მე მინდა ახლა საფრანგეთის ამბები მინდა გკითხო გიორგი იქ მაკრონთან იმპიჩმენტის საკითხი ან პარლამენტის დაშლის საკითხი ზოგადად რო აუხსნა მაყურებელს რასთან დაკავშირებით ხდება ეს ყველაფერი და გიო სანამ დაიწყებ ახსნას მინდა რომ იმ რაკურსში დაანახო რის გამო მიდის იქ კამათი რატომ ხდება ეს სოციალური საკითხები, სოციალური პროგრამები, ამის გამო ანუ იქ მიდის თემაზე ლაპარაკი რატომ უნდა მოხდეს ან იმპიჩმენტი, ან რატომ უნდა დაითხოვონ პარლამენტი, რა პოლიტიკური კურსი უნდა იყოს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვეულებრივ ადამიანებს, მოსახლეობას, მათ კეთილდღეობას, ამის გამო მიდის, ან თუნდაც იგივე ორბანთან, ისევ მიდის თქვა ჭიდაობა, ეს ამას ნიშნავს თუ ეს პარტია გაიმარჯვებს, მაშინ სოციალური საკითხების ის რა ქვია, პრობლემები ვერ მოგვარდება. ჩვენთან რაზე მიდის, კაცო, ჩვენთან ვინმე ლაპარაკობს ან პენსია მომატებაზე და ეს პოლიტიკური პარტია ამას, ანუ რა პრობლემები გვაქვს ჩვენ და რა პრობლემებია იქ. მე იგივე ლიპენთან დაკავშირებით, რომელსაც აკრძალული აქვს, ხო, ერთის მხრივ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი და ჩანს ესეც რომ პოლიტიკური ნაწილია, თუმცა ნიშნავს რომ აპელაციაზეა შეტანილი და იბრძვის. ანუ რა განსხვავებებია, რა არის ასე ვთქვათ, აი ეს მთავარი საკითხი, რომელიც აი ევროპაში პრობლემა რატო დგას, როგორ წყვეტენ ამ პრობლემას და ამ პრობლემის მიდგომის ასე ვთქვათ ფორმები როგორია და ჩვენთან ახლა ადამიანებს უკვირთ ალბათ ხო რომ გახსოვ შენ ახალგაზრდები გამოდიოდნენ კაცო იმაზე 5 წლით 65 წლის ასაკში უნდა გავიდეს პენსიაზე თუ 60-ის ახალგაზრდები გამოდიოდნენ და ჩხუბობდნენ იმიტომ რომ პენსიონერზე არ არის ლაპარაკი ჩვენთან პენსიონერებიც კი ვერ აი დღესდღეობით იკრიბებიან ამბობენ რაღაცას ჩვენთან იმიტომ რომ აი არ ვლაპარაკობ რომ ახალგაზრდებიც უნდა ჩაერთონ იმაში რომ ხარ თვითონ გახდება პენსიონერი ეს მისი ბებიის საქმე და ბაბუის საქმე კი არ არის მარტო არამედ მის საქმეს წყვეტენ ხო დღეს მაგრამ დღეს ჩვენთან ამას ვინჭივი ჩვენთან მიდის გაგათხოვებენ თუ არა იმაში რა ქვია კაც ესა თუნდაც თავარი საკითხი და არა ის პენსია მოიმატებს თუ არა და სოციალური ასე ვთქვათ საკითხების გადაწყვეტა როგორ უნდა მოხდეს
აბა გითხოვთ თან პრემიერმა დაგვამშვიდა რომ სანამ ჩვენ ვიქნებითო ესა რეესტრში არ მოხდებაო ხალის კაცად გადაკეთებაო გეგონება რიგი დგას ახლა და ვერ იგერიებენებას რა ქვია რიგს რომ თამილა ჯუმბერად გადაკეთეს და ჯუმბერაებად რა ქვია ლამზირად რა მოკლედ დავიწყოთ მოდან ესე მარინ ლეპენის საკითხიდან მარინ ლეპენის საკითხი ჯერჯერობით მართლა გაურკვეველი არის, მაგრამ იქ რამოდენიმე სასამართლო პროცესია, თუმცა თვითონ მარინ ლეპენმაც ჯერ კიდევ სანამ ეს მოხდებოდა წინა არჩევნების შემდეგ, როცა მაკრონთან წააგო, მან თქვა, რომ შემდეგ არჩევნებში აღარ დააყენებს εμას რა ქვია კანდიდატურას და იქ ჯორდან ბარდელაზე არის საუბარი, რომლის რეიტინგიც დღითი დღეს ფათაშორის იწევს და რატომ იწევს ახლა ზუსტად მაგაზე გადავიდეთ, რაც ხდება ახლა საფრანგეთში. წინა საპარლამენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი მესიჯი ეს იყო ესე ვთქვათ რუსეთთან სანქციების დაწესების შემდეგ ევროპაში, ახლა ევროპა სხვათაშორის არ მალავს ამას და აღიარებს, რომ სანქციები იყო არა ცალმხრივი, არამედ იყო ორმხრივიც, მათ საკმაოდ თავიდან დააზიანა და ძალიან და განსაკუთრებით საფრანგეთი, ქვეყანა, რომელიც სოციალისტური ქვეყანა, სოციალისტური წყობის ქვეყანა, მენტალიტეტის ქვეყანაა და მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე იქნება, ესე ვთქვათ, საფრანგეთში მაინც სახელმწიფოს როლი არის წინ წამოწეული, ვთქვათ, ადამიანების დახმარებაზე და ძალიან ბევრ ბენეფიტებს იღებენ აქ, მაგალითად, მარტო ხელადედები, რა ქვია, უქონელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიდრე გერმანიაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ამან ძალიან გამოიწვია, როდესაც ბიუჯეტი შემცირდა, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის მოჭერა მოხდა, კამრების მოჭერა მოხდა, ეს ბენეფიტები დაკარგა და ამიტომ იყო ყველაზე მთავარი მესიჯი, ეს იყო შემსყიდველობითი უნარის გაზრდა საფრანგეთში, აი მოსახლეობისადმი შემსყიდველობითი უნარის გაზრდა. ვერც წინა ხელისუფლებამ, ანუ არჩევნების შემდეგ არჩეულმა ხელისუფლებამ მიშელ ბარნიეს მეთაურობით, რომელსაც საქართველოში ჩვენ ვიცნობ ევროკომისარი იყო და ძალიან აქტიურად იყო ჩართული, თავი ვერ გაართვა ამ პრობლემის მოგვარებას. იმდენად, რამდენადაც საფრანგეთში გინდა არ გინდა ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ვალი გაიზარდა და სახელმწიფო ვალი გაიზარდა იმ დონეზე, რომ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ხო? ანუ რაღაცა უნდა მოხდეს, რომ აქედან გამოვიდეთ. გადადგა ბარნიე, ეს არის დემოკრატიული პროცესია, ხო? მე ვერ შევასრულე ესა, რა ქვია, ჩემი დავალება, ჩემ წინაშე და დასახული დავალება, მე მივდივარ და აირჩიეს ბაირო. ამას მიგვაღწევინა, როდისმე რომ ჩვენთან პრემიერი გამოვა და იტყვის, რომ მე პირობა ვერ შევასრულე და ამიტომ მე მივდივარ. აი ამ დღეს მომასწორო რა. მარტო პრემიერი, რომელიმე მინისტრი. ფრანსუა ბაირომ, ესე ვთქვათ, როცა აირჩიეს, დადო პირობა, რომ ის შეასრულებდა, თუმცა იქვე თქვა, რომ ძალიან რთული სიტუაცია არისო ამ მომენტში და ამ ვითარებაში და ჩვენ რაღაცა გზები უნდა გამოვნახოთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ და რაღაც 53 მილიარდ ევროზე არის საუბარი და დამატებითი შემოსავალზე, ხო? იარა ბაირომა ეს ესე ვთქვათ თავის მინისტრებთან ერთად და ყველაზე მთავარი და ყველაზე საოცარი რაც გააკეთა, ორი გამოსასვლელი დღე გააუქმა საფრანგეთში. ერთი ეს არის ომის ესა რა ქვია 1941-45 წლების ომის აღნიშვნის 8 მაისი და მეორე ამაღლების დღესასწაული, რომელსაც ხუთაშორის ფრანგების აი როგორი გულისწყრომა გამოიწვია, იცი რომ აი გაგეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ტრადიციებს მოეხები, აი დავიწყოთ იმაზე, რომ ევროპა ტრადიციების ეს არ არის, რა ქვია, ქვეყანა არ არის და ასე შემდეგ, პირიქით ძალიან მწვავედ განიცადეს ეს ყველაფერი ფრანგებმა. კარგი, ეს გავატაროთ, მოხდა შემდეგი ის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ
თავრობამ ვერ შეძლო ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ახლა ევროპაში ესეა, როდესაც არ დადეგებია, მაშინ თავრობას უფრო ეძლევა მეტი საშუალება, უფრო მეტად იმუშაოს ემაზე, რა ქვია, რაიმე პრობლემების მოსაგვარებლად, ანუ სტრუქტურები და ბაირომ თქვა, რომ ჩვენ შვებულებაში ვიყავით სასულიო და იმიტომ ვერ მოვახერხეთ ამეზესო. ამაზე მოხდა ყველაზე საოცარი რაღაცა, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა, სწორედ მელენშონის და მარინ ლეპენის ემა, რა ქვია, პარტიებმა, რომელიც 330 კანდიდატით არიან წარმოდგენილი ფაქტიურად ოპოზიციურ უმრავლესობას ქმნიან ემაში, რა ქვია, ვერ ქმნიან უმრავლესობას, მაგრამ ოპოზიციურ უმრავლესობა არის, როცა თავრობის უნდობლობისთვის საკმარისი ხმები გაქვს შენ უკვე, რა, იქ ბევრ რაღაცაში საფრანგეთში ახლა იცი შენს და იცის გიორგიმაც ცოტა რთულად არის ეს რა ქვია რა არის უმრავლესობა, როგორ არის და რანაირად არის, ცოტა რთული სისტემა არის და ახლა ძალიან რთული იქნება აუხსნათ ჩვენს მენელს და მაყურებელს ეს ყველაფერი, ხო? და ბაირომ თქვა, რომ კი ბატონო, მე როდესაც როგორც კი პირველივე კრიტიკა გაისმა ბაიროს მისამართი და იქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ გადადექი, არ გადადექი, თუ ასე იყო, თუ ისე იყო, გამოვიდა ფრანსუა ბაირო და თქვა, რომ ხალხო, იცით რა არის? მე აი ყველაფერი ვეცადე, აი ყველაფერსო თავი დავანებოთ. აი ესეც იყო ის შეცდომა მომივიდა, ეს შეცდომა მომივიდა, აქ იყო დაშვებული შეცდომა სოციალური ემის ეს არის იქ ეკონომიკაში სხვა გზები უნდა მომეძებნა და ამიტომ მე ვაკეთებ განცხადებას, რომ 8 სექტემბერს გამოვალ საფრანგეთის პარლამენტში და გავაკეთებ გადადგომის შესახებ განცხადებასო და თქვენ მე გნებავთ დამიჭირეთო მე მხარე და გნებავთ ნუ დამიჭერთ. მე გადადგომის შესახებ გავაკეთებ განცხადებას და მართლაც მთელი 1 საათის განმავლობაში მას ძალიან დიდი მოხსენება ჰქონდა იმას აკვირვა ბაიროს კითხვებზე უპასუხა და რა თქმა უნდა დეპუტატებმა მიცეს დაუჭირეს მხარი მის გადადგომას. ანუ დემოკრატიულ ქვეყანაში ესე ხდება და ესე არის გოჩა, ხო? ანუ წავიდა კაცი თქვა, რომ მე ვერ შევასრულე ის დანაპირები, რაც მივეცი საფრანგეთის მოსახლეობას და გადავდგები. ეხლა დადგა საკითხი, ორჯერ გადამდგარი ესა რა ქვია, თავრობა, ხო, საფრანგეთში, ესეთი რამე არ ყოფილა ფრანსუა მიტერანის მერე, რომ ორჯერ გადამდგარიყო ესა რა ქვია, ხელისუფლება. ან უნდა იყოს ისევ, რასაც ჩვენ საქართველოში კოჰაბიტაციას ვეძახით და რასაც საფრანგეთში ოქროს გალიას ეძახიან, პრეზიდენტს უნდა დაუყენონ ოქროს გალია და უნდა იყოს ოპოზიციონერი ესა რა ქვია, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თვითონ ფრანსუა ბაირო იყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ის არ იყო ესა რა ქვია, უკვე ოქროს გალია ჰქონდა ემას რა ქვია, საფრანგეთის პრეზიდენტს რა. ამიტომ დადგება თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტის უნდობლობის საკითხი, ესეც ამას იმსჯელებენ მომავალ კვირაში უკვე პარლამენტარები. თუმცა არ ამგონია ხა არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ძალებს ამ წუთში და ამ მოცემულობაში ეს რა ქვია ემანუელ მაკრონის გადადგომის ან უნდობლობის საკითხის გამოცხადება ან ქვეყანას აწყობდეს ან მათ აწყობდეს, ხო? იმიტომ რომ ახლა საფრანგეთში საგარეო პოლიტიკა რაც არის და რაც ევალება, რაც მისი თავარი ეს არის, რა ქვია, აუცილებელი და საკმარისი პირობა არის εμისთვის, რა ქვია, საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონი ამან მშვენივრად მაშობა ახერხებს ართმევს თავს და არ არის ესა, რა ქვია, დიდი პრობლემა ახლა. იმიტომ რომ ხელისუფლების თავრობის კაბინეტის ჩამოყალიბება ეს პარლამენტის პრეროგატივაა და პარლამენტი პრეზიდენტი წარადგენს, პარლამენტი დაამტკიცებს იმას, ან არ დაამტკიცებს, ხო? ესეთი ეს არის, ხო? ამიტომ მე არ ამგონია, რომ დადგეს წვავეთ ეს საკითხი. თუმცა რა თქმა უნდა, გაჟღერების, განსაკუთრებით სარკოზის პარტიის წარმომადგენლები, რესპუბლიკელები, მემარჯვენე ცენტრისტები აჟღერებენ ამას, რომ მოდი დავაყენოთ ეს რა ქვია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც, მე ხა მესმის რესპუბლიკელების, იმიტომ რომ მათი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სამჯერ გაასამართლეს ემაში, რა ქვია, საფრანგეთში და სარკოზი ხა სარკოზის რო წარმოგიდგენია დემოკრატია რა ხელაებაზეა, რომ სარკოზის ასამართლებენ საფრანგეთში. კაცმა რომელმაც ფაზზე ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ რაც დააშავა იმის გულისთვის ემაშობია რა ქვია. ბატონო. ზარი ეთერში გიორგი და მოდი უპასუხოთ და მე გავაგრძელოთ. უპასუხოთ და კი. გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ.
გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ზუსტად ობიექტის უკვე დავწმუნდი, რომ მართლა სწორი ტელევიზია ხართ თქვენს გვერდებს გამართ. რაც შეეხება რაც ხდება მელიქიშვილის ქუჩაზე, ეს არის სამარცხვინო. ბიძინა ივანიშვილი არა, ცუდი ჭკვიანი კაცია, მაგრამ მეცილოსი ხალხი უნდა, ვინც გვერდზე ყავს და ვინც ხალატობს. თუ მეთანხმებით და ბატონო გოჩა, თქვენ გეუბნებით, თქვენ ბატონი ბადრის მეგობარი და ძმაკაცი ხართ. ხო, იყავით. იყავით, კი, აცხონოს ღმერთმა, კი ბატონო. აცხონოს მაგარი კაცი იყო და ბატონი ბადრის სიკვდილს მისას კი არ მოუკლია. ორმა ძმამა მოკლა, რომელიდანაც ერთ-ერთი წარდა ბოდიში და მეორე არის კიდო. დიდი მადლობა, მართლა ობიექტივი ქვია და ობიექტური ტელევიზია. გაიხარე, მადლობა ზარისთვის. გაიხარეთ, დიდი მადლობა. იტყვი რამეს თუ მოდით გიორგის გავაგრძელებინოთ და ის რასაც ახლა თქვენ ამბობთ, მესმის ეს პირადი მომენტები იყო ადამიანის ბიძინასთანაც გიორგი ალბათ და ამოვწუროთ მოკლედ ბიძინასთან ურთიერთობაშიც ხა მტრები არ ჩვენ არა ვართ, მესი და ვცდილობთ იმას, რომ სწორედაც რომ იქნება და რაღაცა გასწორდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი ხედვა და აგერ გიორგი ლაპარაკობდა, პრეზიდენტებს ასამართლებენ და ნორმალურია. კარგი რაცაა გაკეთებული ყველა პატივსცემს და ასე ვთქვათ აფასებენ და უმადური არავინ არ არის. შეცდომას როცა უშვებს, შეცდომაზე პასუხისგებლობის საკითხი დგება. დანაშაულზე სხვა პასუხისგებლობაა, შეცდომაზე სხვა პასუხისგებლობაა და რაც შეეხება ბადრესთან მიმართებაში თქვენ უპირობოდ ათქვით ახლა ვიცით კიდევაც ვინ მოკლა ეს თუ რთული საკითხებია და ამაზე ვერ გაგცემთ ვერანაირ პასუხს, იმიტომ რომ მე უფლებამოსილი პირი უნდა ვიყო იმაზე რომ რამე რო ვთქვა, მტკიცებულებითი ფორმა უნდა მქონდეს და გადაცემის ფორმატიც ასე ვთქვათ ცალკე სხვა არის საშუალებას. კი ბატონო. გიორგი გააგრძელე, გიორგი ბუდიში გაწყვეტინეთ. კი ბატონო. ამიტომ ახლა ჩვენ ძალიან ერთის მხრივ ჩიხურ მდგომარეობაში შევედით საფრანგეთში, იმიტომ რომ მართლა დეფიციტი გაიზარდა და ფაქტიურად დეფიციტი 5.4% არის საბიუჯეტო დეფიციტი და ანუ ეს რა ქვია შიდა სამომხმარებლო პროდუქტი თუ როგორ არის ქართულად ნუტრენივალავოი პროდუქტი. ეგ არის სამომხმარებლო, კი. ხო, სამომხმარებლო პროდუქტი. შიდა სამომხმარებლო პროდუქტი, ანუ ფაქტიურად არის ეს კრიზისია ხო და უსწრებთ მარტო იტალიას და საბერძნეთს საფრანგეთი, ხო? ანუ ლოკომოტივი ქვეყნიდან ეკონომიურად ამ ემაზე ჩამოვედით. ამიტომ ფრანგების კი ბატონო, მე ვეთანხმები დღეს, როდესაც ბევრ რაღაცაში ქართული ოცნების პროპაგანდისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა საფრანგეთში შევიდა კრიზისში, კი ბატონო, შევიდა კრიზისში, მაგრამ საფრანგეთი საქართველოსგან და ეკონომიურ კრიზისში შევიდა, პოლიტიკურ კრიზისში არ შევსულვარ ჩვენ, იმიტომ რომ პოლიტიკურ კრიზისში შევიდოდით, ბაირო დამჯდარიყო ჯორჯზე და ეთქვა, რომ არსად არ მივივარ მე და ახლა ეს რაც გინდათ ქენით. ჩემზე უკეთესი მაინც არავინ არ ყავთ და ჩემზე აი ალტერნატივა რო არ არის, ჩვენთან ეს უბედურებაა. ჩემზე უკეთესი არავინ არ არის, კაცი საკუთარ თავს რო ამის უფლებას აძლევ რო ამას ეუბნები, ეს იმას ნიშნავს რომ კრიზისი უკვეა, მენტალური კრიზისია, სააზროვნო კრიზისია, ქვეყანა უკვე ცუდ დღეშია, იმიტომ რომ როცა ადამიანი რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და ხელისუფლებაში მოყვავს, ის ამბობს რომ ჩემზე უკეთესი აწი თქვენ აღარავინ აღარ გეყოლებათ, ეს უკვე ნიშნავს რომ შეცდომა მაშინ დაუშვით შენ რო აგირჩიეთ. ხო მარტივია. კი ბატონო, უკვე მანდარე ეს რა ქვია შეცდომა, ხო? მთავარია ახლა არც კიდე მიტყვი რომ ახლა შეიძლება ფრანგებისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შეიძლება ხვალ და ზეგ დაარტყან ის რომ მოდით მაკრონის უნდობლობის საკითხიც, იმპიჩმენტის საკითხიც დავაყენოთ, ხო? ახლა არ ქონია ეგეთი პრეცედენტები თუ რა, გახსოვს რა ქვია, კაცო ჟაკ შირაკმა უმრავლესობით მოიგო ორივე არჩევნების ეს და ზუსტად ერთ კვირაში საპარლამენტო არჩევნებში პირს მინდა წააგო სოციალისტებთან და პარლამენტი იყო სოციალისტ
სოციალისტური და თვითონ იყო მემარჯვენე ესა რა ქვია პრეზიდენტი ხო ფრანგები ესეთი ხალხია შეიძლება დაარტყას თავში და გეკითხავს რომ იცი რა ხვალ აღარ გვინდა ესა და მოდით ესეც შემოსა ახალი არჩევნები ჩავატაროთ ახალი ესეც დემოკრატიული პროცესია ფრანგებმა ერთმშვენიერ დღეს თქვეს რომ მოდი მეფეს და დედოფალს თავი მოვაჭრათ და გილოტინაზე თავი მოაჭრეს მეხუთე რესპუბლიკაა და ეხლა უკვე არის მეხუთე რესპუბლიკა კი ბატონო ერთმშვენიერ დღეს კი და ლაპარაკი მიდის მეექვსე რესპუბლიკაზე ხო აი ფრანგები ეს ხალხია ზარია ეთერში გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა ცოტა საქართველოს დერს ლაპარაკობ საფრანგეთს ის თვალე ისი პარალელს ვავლეთ უბრალოდ აი ხარეთ ისაუბრეთ თომარე ნასაჩ რა გისმენთ აი მარტო ქართულის მიღალი და რაღაც წყდება თქვენი ხმა და აბა თავიდან ჩამოაყალიბეთ აზრი იმიტომ გაწყდა ალო თქვენი ხმა გაწყდა თქო და თავიდან ჩამოაყალიბეთ აზრი ჩვენ უბრალოდ ის გითხარით რომ პარალელებს ვავლებთ საფრანგეთზე იმიტომ ვლაპარაკობთ რომ იქაც არის პრობლემები მაგრამ ჩვენ პრობლემებთან შედარებით როგორ არის პარალელების გავლება გვინდა ამიტომ საუბრობდით და თქვენ ახლა ქართულ მხარეში გვაბრუნებთ და გისმენთ დიდი სიამოვნებით ჩვენ უსმენთ მაგრამ სამწუხაროდ გაიყურებელი გაითიშა კი ანუ მე რის თქმა მინდა ჩვენი ხელისუფლება მაგ ეს ხო ეკონომიკაზე ისაუბრე რომ ვალი გაეზარდა საფრანგეთს რაღაც და ხალხს არ მოსუნს ხო ეხლა აი ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით რომ დოლარი 15 თეთრით გაიაფთაო მაგრამ ისმის კითხვა დოლარი თუ იაფთება ესე იგი შემოტანილი პროდუქციის ლოჯისტიკაც უნდა გაიაფთეს ესე იგი პროდუქტზეც ფასი უნდა დავარდეს მაგრამ პროდუქტზე ფასი იწევს აქ დოლარი იაფთება და ადამიანები ეს ხელისუფლება ამბობს რომ ნახეთ რა კარგები ვართ რომ დოლარი გაიაფთა ქალბატონმა დარეკა და თქვა რომ ჩემთვის სულ ერთია მე დოლარში არაფერი არ მაქვს მაგრამ იმ ადამიანებმა მე და გოჩამ ცალკე ვისაუბრეთ იმ ადამიანებმა რომლებმაც დატოვეს ჩვენი ქვეყანა წავიდნენ უცხოეთში მუშაობენ და დოლარს აგზავნიან ქვეყანაში გამოდის რა რომ ის ოჯახი რომელიც ამ დოლარს იღებს უფრო ნაკლებად ყიდის დოლარს პროდუქცია უფრო იზრდება პროდუქციაზე ფასები ორმაგად იძარცვება კი ანუ ფაქტიურად ამ გაიაფებით კიდე იძარცვება ჩვენი მოსახლეობა ანუ თავს კი იწონებენ მაგრამ იწონებ კი არა კაცო პირიქით უნდა თქვა რომ ნუ აი ახლა ესე მოხდა რომ დოლარი გაიაფთა ამიტომ ბოდიშს უხდი იმათ ვინც დოლარს იღებს უცხოეთიდან იმიტომ რომ ამ გაიაფებით სამწუხაროდ ფასები ვერ დავასტაბილურეთ და ვერ დავწიეთ ხო აი ზუსტად მაგას შევეხოთ ახლა ძალიან საინტერესო თემას შეეხე გიორგი შენ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იქ 5%-ზე და 8%-ზე მას რა ქვია შიდა პროდუქციის დეფიციტს ხო ეს ჯერჯერობით უყურე ფრანგები წინასწარ ტეხენ განგაშს ამაზე რომ ეს ეხლა რო არის ხვალ რა ნაბიჯი შეიძლება მოყვეს ამას თორე ამ წუთში საფრანგეთში გაცილებით იაფია პროდუქტებზე ფასები ვიდრე საქართველოში აი ამაშია საქმე და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ინფლაცია საფრანგები ამბობენ ინფლაცია გვაქვს მაგრამ პარალელურად როგორც კი ანუ ევრო დოლართან იმაშება რა ქვია მერყევია და იაფთება ევრო დოლართან ხო იმ წუთში ფასები მოდის ქვემოთ და აი თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ხოლმე იმაში განსაკუთრებით ფრანს ინტერში და ანუ საზოგადოებრივ მაუწყებლის რადიოში არის ხოლმე რომ აი მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა 60 დასახელების პროდუქციის გაიაფება რაღაც 15%-ით იმიტომ რომ მეორეც ევროპა რაზე დგას რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ის ეკონომიური სისტემა რომელიც ამათმა შემოიტანეს რუსულად თქვა ძიკავა ზაპადა არ მუშაობს ეს იმიტომ რომ ევროპაში ნებისმიერი ფასთა წარმოება არის კონტროლირებადი და ამას აკონტროლებს ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამინისტროები საქართველოში შემოიტანა რაღაცა და რასაც გინდა იმას დაადებ და არ არის საფრანგეთში ესე არც ბელგიაში არ არის არც გერმანიაში არ არის იმიტომ არის აქ რომ შენ როდესაც ავიაბილეტს ყიდულობ, გაცილებით იაფია, როდესაც პურს ყიდულობ, გაცილებით იაფია, როდესაც რა ქვია, რესტორანში შედიხარ, გაცილებით იაფი გიждდება და
ეს ერთის შეხედვით არ ჩანს ევროპაში, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ესა, რა ქვია, ეს განგაშის ზარები შემორტყმული აქ და ამიტომ მიდის პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მიდიან სხვა მინისტრები გადადგომაზე, იმიტომ რომ ამას ვერ აი დღეს მე რო ამას უმკლავდები, ხვალ ამას მე ვეღარ გაუმკლავდები უკვე და ჩემი თავი ამოვწურე და წავედი, ხო? ამაშია საქმე, თორე ხა ეს არა ქუჩაში რო გაყვალ საფრანგეთში და მაღაზიაში რო შეხვალ, ფასები იგივეა რაც იყო. ხო, ამას ვერ გძნობ, მაგრამ აი გიორგი საინტერესო რა არის? პოლიტიკური ელიტის პასუხისგებლობაა, იმიტომ რომ თქვათ ადამიანი, რომელიც თავისთვის მუშაობს, არის ჩვეულებრივი მასწავლებელი, არ ვიცი, ფერმერი, შეიძლება მან არ იცის პოლიტიკურად, აი რასაც ახლა შენ ამბობ, რომ აი ფრანგები გძნობენ, რომ აქ რაღაცა ვერ გამართეს და შედეგში ეს მერე მიცემს ამ შედეგს. ამას თვითონ ის კი ვერ ხვდება, კაცო, და ამხელა დათვლები კი არ აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც არსებობს, პოლიტიკური ელიტა, რომელიც არის, ის ამბობს და აქედან გამომდინარეა მე ფრანგის ქუჩაში იმიტომ გამოდის, იმიტომ რომ იმ პოლიტიკური ელიტის ჯერავს, იმ პოლიტიკური ელიტას აქვს პოლიტიკოსის, რა თქმა უნდა, და პასუხისგებლობის მომენტებიც ახლა რა არის, იცი, ახლა პასუხისგებლობაა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მართლაც ახლა დიდი გამოსვლა ქონდა, მე რასაც მოვასწარი და რასაც უყურე, ჩანდა ყველაფერ შეეხო, ბოლოს იმით დაამთავრა, რომ მე კი შეიძლება წავიდეო, მაგრამ ეს პრობლემები დარჩებაო, რო იცოდეთო რა, ეს არის ის პრობლემატიკა, რომელიც მე დავაყენე. ხო, პატიოსნა თქვა, აი ეს პრობლემები რჩება. მაგრამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი ეს ალღო გეუბნება ამას, რომ ამბობ, რომ წინასწარ ეს არ ეთყობა ნებისმიერ, ეხლა მე მეგობრები მყავს, შენ ციცნობ, კაცო, გოგიწულე, რომ ეკითხები, ეთყობა ბელგიას, არაფერი აქ არ ეთყობა, რომ კრიზისული მდგომარეობა. ის რო არ ეთყობა არ ნიშნავს, რომ ეს კრიზისი არ დადგება. და შენ რო პოლიტიკური მთავრობა გყავს, ეს მთავრობა უნდა გრძნობდეს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯს 6 თვის მერე შედეგი ეს მოუვა და ეს ამას უნდა ღებულობდეს პასუხისგებლობა და აქ რას ლაპარაკობ, კაცო, საერთოდ აქეთკენ არათუ პოლიტიკური ნაწილი, ხო, ხელისუფლება იქნებს, ვერ ჩამოვიყალიბეთ ეს. არა გვაქვს ეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისგებლობა იმაზე, რომ აი თქვა, რომ ჩემ ამ ნაბიჯმა გამოიწვია, გიორგი ამბობდა, ბიჭო, შენი ნაბიჯები თუ კი იწვევს იმას, რომ გეძაბება სიტუაცია დასავლეთთან. შენ ხომ ეს იცი? შენ ხომ შეგიძლია ეს აიცილო? შეიძლება მართ რაც გაძლევს 80% ხმას, თქვა და გაგიჟდეს ქართველი ერი, შენზეა შეყვარებული და გაძლევს 80% ხმას, მაგრამ შენ იცი რომ ეს პრობლემა შექმნის დასავლეთთან. შენ თვითონვე ხო შეგიძლია რომ შენ თვითონ გააკეთო ისე რომ თქვათ 20% იქ წააგო იმის გამო რომ რაღაცა კანდიდატურა პირიქით ნაკლებად ისეთი დააყენოს. ხელი შეუშალო და მოუხსნა კი არა. ეს მაინც რომ გააკეთო, იმიტომ რომ შენს გამო ზარალდება მე ქვეყანა, იმიტომ რომ შენ ამბობ საფრანგეთში აგერ პრეზიდენტზე ამბობდი რომ საგარეო კურსი ერთ-ერთი მთავარი რაც არის, ამას მაკრონი ახერხებს. ჩვენთან საგარეო კურსი სილამძვილეში თავიდან ბოლომდე საზღვრავს ქვეყნის შიგნით რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ნავთობს ყიდის. ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ძლიერი ეკონომიკისაა და თქვა შეუძლია თვითკმარი იყოს. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკიდებული ვართ ჩვენს მეზობლებზე, დასავლეთზე და შენ ასეთ დროს ამას ყურადღებას არ აქცევდე და ამბობდე რომ იცი რა ჩემი სუვერენიტეტის გამო ქართველო ხალხო ეხლა უნდა დამიდგეთ გვერდით და თქვენ იქნებით მოღალატეები თუ არ დადგებით გვერდით ჩემს გვერდით და ადამიანების ნაწილიც ფიქრობს რომ ბიჭო აგერ ჩემ თავრობას თურმე სხვები ჩაგრავენ და ამიტომ მე უნდა დაუდგე გვერდით ეს მენტალობას ამას რომ ამუშავებ ეგ არის შენი დანაშაული იმიტომ რომ სილამძულეში რას ერჩი კაცო რატო დასაჯე ეს საწყალი ქართველი შენი მოსახლეობა შენი მოქალაქეები რომლებიც გარბიან ქვეყნიდან რომლეთაც მუშაობენ 3000 ლარი, აი დღეს რო აიღო 3000 ლარი, ხო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან ბევრი ფულია, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება 350 ლარიანი და 400 ლარიანი შემოსავალი როა 500 ლარიანი ან 1000 ლარიანი იმისთვის ძალიან ბევრია. 3000 ლარით ყველა ახალგაზრდა მიცის რომ ის პრობლემებს აქ ვერ მოაგვარებს. ის არათუ რა ქვია ოჯახის შექმნაზე და რაღაც ბიზნესზე, ყიდვაზე აღარა ლაპარაკი, რომ კონდეს იქ ვერ იცხოვრებ ამ 3000 ლარით. ამიტომ გარბის აქედან და შენ რატო სჯი ამ შენს მოსახლეობას რას ერჩი ამ ხალხს დაიცალა უკრაინაზე და რუსეთზე ვლაპარაკობთ რომ აგერ დაწყდნენ და სოფლები გარობის არის უკვე გაშავდა ეს ჩვენთან ღმერთმა დაიფაროს დაწყვეტილი არ არიან მაგრამ დაცლილია უკვე გიორგი გავიდა საერთოდ აი სოფლებით დემოგრაფიულად ვიღუპებით ისეთ მდგომარეობაში ვარ და ამ დროს კრიტიკა რო გამოთქვა და გამოხვიდე და თქვა ვიღაც გეუბნება რომ იცი რა შენ აბა რა გინდა კაცო ისევ ისინი გინდა დავიქეცით ხალხო ურთულესი მდგომარეობა ეს არ
ნიშნავს ვინმე წინააღმდეგია, იმიტომ პარალელებს ვავლებ საფრანგეთთან. იქ რა პრობლემებია, პოლიტიკოსები როგორ იქცევიან, როგორ იღებენ პასუხისმგებლობას, გინდათ პოზიცია, გინდათ ოპოზიცია და ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ რა. აი ეს ამის გამო ვსჯელობთ ჩვენ და არა იმიტომ რომ საფრანგეთი გვაინტერესებს, რა ქვია, იმიტომ რომ გიორგი იქ ცხოვრობს და ამიტომ ფრანგულის არა. ამიტომ ვაკეთებთ ამას, რომ შანსი გვაქვს გიორგისთან ერთად გავიაროთ საფრანგეთში პრობლემატიკა როგორია. აი ეს მინდა რომ გაიგოს ჩვენ ჭადრაგში არის ესეთი პოზიცია, ანუ ცუნცვანგი ნებისმიერი შენი მომდევნო სვლა უფრო ცუდ მდგომარეობაში გაგდებს, ვიდრე წინა სვლა და ეს გრძელდება და საბოლოო ჯამში სერიოზული პრობლემის წინაშე ჩნდები. ანუ ფაქტიურად ბოლო პერიოდში, რასაც ჩადის ხელისუფლება, ზუსტად ესე ვთქვათ, ამ გზით მოძრაობს. ანუ თვითონ ნებისმიერი სულა კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის მდგომარეობას. როდესაც ეგ არის განსხვავება, როდესაც ევროპაში სახელმწიფო და ანუ ეს რა ქვია, მთავრობა გადადის ცუცვანგის მდგომარეობაში, ის იმ წუთში მიდის იქედან, იმიტომ რომ რაცა უნდა გააკეთოს, მან იცის, რომ უფრო უარესი იქნება და ახალი სისხლია საჭირო და ახალი ეს არის საჭირო. მეორე ბოდიში გიორგი, ბოლოს და ბოლოს რო სხვას დაბრალდეს მაინც, ხო იცი? აქ ბიჭო არა ინტერესებს დამბრალდეს მე მთავარია ხელისუფლებაში ვიყო მთავარია სკამზები კი მთავარია სკამზები მეორე ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი როდესაც ჩვენ ვამბობთ აქ პოლიტიკურ ელიტაზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე უყურე როგორ არის აი მარინ ლეპენი ავიღოთ ხო მარინ ლეპენის პარტია 80 ქალაქს და რეგიონალურ ადმინისტრაციულ ცენტრს აკონტროლებს საფრანგეთში. ანუ მერები ყავთ იქ და ადგილობრივი საკრებულოებში და ადგილობრივ წარმომადგენლობებში ამ პარტიებს აქვთ გამარჯვება მოპოვებული და ისინი მაშინ იგივე არის სოციალისტები, იგივე არის რესპუბლიკელები. ანუ დიფერენციაცია ხდება. გამოდის ესა რა ქვია კობახიძე და ამბობს რომ 64 ყველგან მოვიგებ. ყველგან უნდა მოვიგოთ. ბიჭო, რით ვერ გაიგერო, ძალიან ცუდია 64-ვეში რო იგებ. აი ძალიან ცუდია. იმაზე ცუდია, იმიტომ რომ საფრანგეთში ყველა ჩართულია ამ ემაში პოლიტიკურ სახელმწიფოს შენებაში, ყველა პარტია არის, ყველაზე მიდის გადანაწილება. ეს თან უნიტარულ საფრანგეთზია, ლაპარაკი და არა ფედერალურზე. უნიტარულშიც კი ესეთი ვერტიკალზე ვლაპარაკობ, ჩვენ ვერტიკალურ ემაზე რა ქვია საფრანგეთზე, ხო? და არ ვლაპარაკობ ფედერალურ ბელგიაზე და არ ვლაპარაკობ ფედერალურ გერმანიაზე. ეხლა ზოგიერთი მაყურებელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ სად საფრანგეთი, სად ჩვენ და რატო ვავლებთ ამ პარალელებს. რატომაც არა. არა, აი სანამ ასე ვფიქრობთ, სანამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ სადაც ვართ, სანამ ასე ვფიქრობთ. იმიტომ რომ მსოფლიო განვითარდა ზუსტად იმის შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი, თუ იმას შეუძლია, მე რატომ არა. და აი ეს არის პროგრესი, რომ მე თუ მას შეუძლია რომ კარგად ცხოვრობდეს, მე რატო არ შემიძლია კარგად რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ეს უნდა გავაკეთო, არა, მე ვაჯობებ, მე უფრო მეც გავაკეთებ და მე სხვაც იღებს მაგალითს და ასე. თეთრი შური ქვია ამას მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ როცა შენ ამბობ, არა, მე ამას ვერ შევძლებ, სად მე და სად ეს ადამიანი. აი ყოველთვის იქნები იქ, სადაც ხარ, ვერ განვითარდები. და ჩვენც ეგრე ვართ ზუსტად. სანამ ვფიქრობთ, რომ სად საფრანგეთი, სად გერმანია, სად იტალია თუ ამერიკა და ასე შემდეგ და ჩვენ სადაც ვართ, ეს არის ჩვენი ხვედრი და სხვა არაფერი გვეკუთვნის, იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ. აი სანამ ასე ვაზროვნებთ, მანამდე ყოველთვის ვიქნებით სულ მომაყომეს მაგალითი, რომ მარინ ლეპენი გახდა 2012 წელს თუ 13 წელს, ჩემ აქვე არის მე სადაც ხორო ჩვენ რეგიონში პატარა სოფელი არის, დაბის ტიპის ზესტაფონის ხელა ქალაქია, უფრო პატარა, ენან ბომონი რა, იმის მერი გახდა მარინ ლეპენი რა. და ეს ის პერიოდი, როცა ძალიან აკრიტიკებენ ნაციონალურ ფრონტს და ძალიან ეს არის. იმის ჯინაზე აი ამ პოლიტიკური სოციალისტების და რესპუბლიკელების ჯინაზე ამ ქალმა ააყვა ენან ბომონი ეხა არის უმუშევრობა არის ფაქტიურად 0%. აი ყველაფერი გააკეთა იმისთვის ეს ქალაქი პატარა სოფელი ყოფილიყო ესა რა ქვია
და ხოიძახიან რომ არის ლეპენი უცხოელების წინააღმდეგი. აბა კითხე იმის რა ქვია პოლონელებს და არაბებს როგორ აცხობებს მარინ ლეპენი და ანუ მაგალითი შექმნა ხო როგორ შეიძლება თუ შემიძლია მე აქ პატარაში ეს გავაკეთო, ესე იგი მე შემიძლია სხვა უფრო დიდი მასშტაბითაც რაღაცის გაკეთება. ჩვენთან არა კაცო, ჩვენთან ეგრევე უნდა დაიწყოს ზემოთ, როგორ შეიძლება ახლა აქ თვითმმართველობა ხო საერთოდ არ აქვს გიორგი. თან ახლა რასაც ლაპარაკობთ აგერ კიდევ და უნიტარულ საფრანგეთზეა ლაპარაკი, მაგრამ უნიტარიზმი არ ნიშნავს თვითმმართველობა არ იყოს. ფედერალიზმი კიდე ანუ ეს ფუნდამენტალური ცნებებია იმის არ იყოს როგორც საპარლამენტო ძნელი გასაგებია შეიძლება ესე ძნელი ასახსნელია მაგრამ თვითმმართველობა ეს არის დემოკრატია რაზეც დგას ამით იწყება გინდა უნიტარული გინდა ფედერალური იყოს ხო ქვეყნის მოწყობა ჩვენთან საერთო თვითმმართველობა არ არის კაცო ჩვენთან თბილისმა უნდა გადაწყვიტოს ზესტაფონში რაღაცა გასაყიდი რო არის და იმ ქუჩაზე რა უნდა გაკეთდეს და ახლა ნუ რასაკვირველია ასეთ თვითმმართველობას მართლაც აზრი არა აქვს სანამ მართლა არ მოაქვს თვითმმართველობას და მე მართლა შეიძლება რომ არჩევნებს არჩევნები ერქვას კაცო კი ბატონო იგივე ხნეს იმას მათ ულტრამემარცხენეებმაც ტროცკისტებმა მელანშონის ახლა ეს არის პერპინიონია ქალაქი რომელიც იმ დღეს იყო საუბარი იმაზე რომ ეს არის ქალაქი რომელიც სადაც კრიმინალი მოკლა ამა რა ქვია ანუ კრიმინალური ახლა თუ მარსელი ჩვენ გვაქვს ესეთი კრიმინალური ბანდების და რაღაცი იქ გასაგებია რომ იქ საპორტო ქალაქია და საპორტო ქალაქებში ყოველთვის ესეა იქ ნარკოტრაფიკი და ეს ტრაფიკი და ეს ტრაფიკი და ეს და ის ამ პერპინიონში ულტრამემარცხენეებმა გააკეთეს ის რომ მინი კომუნიზმი დაამყარეს ფაქტიურად ანუ რეგიონალური მოწყობა ეს არის რომ რეგიონალური მრავალფეროვნებას გაჩვენებს სრულიად სხვა დეცენტრალიზებულია ეს რა ქვია უნიტარულ ემაშიც ქვეყანაშიც კი ვერტიკალზე აშენებულ საფრანგეთშიც კი რეგიონალური მოწყობა არის ძალიან მაღალ დონეზე და რეგიონში იღებენ ის პატარა პარტიები εμას რა ქვია მონაწილეობას და რეგიონში იმარჯვებენ ისინი კაცო აი ვინ ჩაკეტავს εμას და ვინ იტყვის ახლა მაკრონი რომ გამოვიდეს და თქვას რომ იცი რა არის ჩვენ თელ საფრანგეთის მასშტაბითო ჩემმა ემა რა ქვია ელერმა უნდა გაიმარჯვოსო ფრანგები რევოლუციას მოუწყობენ რაც შესულელი ხო არა ხარ ხო მაგრამ ჩვენთან რო და აი ახლა უყურე ქალაქის მერი რო ავიღოთ ხო ანუ კახის პლაკატები წერია ოღონდ კახის პლაკატზეა რომ მაჟორიტარების თბილისის რაიონების მაჟორიტარების პლაკატებზე წერია რომ საკრებულო კახი კალაძე საკრებულოს გუნდი ხო ანუ გუნდი საკრებულოში და საკრებულო რისთვის არის საერთოდ ქალაქში ეს არის საკანონმდებლო ორგანო, ანუ მან უნდა გამოუშვას სხვა და აკონტროლოს ფაქტიურად მერის მოქმედება აკონტროლოს. თუ ჩემი გუნდი, ეგ იგივეა, რომ თქვათ ახლა პრემიერ-მინისტრმა თქვას, ჩემი გუნდი პარლამენტში, სიტყვაზე ვამბობ, რა, ანუ პირიქით რო იყოს, პარლამენტი რო არ ირჩევდეს და არამედ პირიქით პრემიერ-მინისტრი რომ ნიშნავდეს. ახლა წარმოიდგინე საკრებულო, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მერიას, როცა მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, სადაც რაღაცა აჩენოს, არ მისცეს ამის საშუალება, კანონმდებლობა ისეთი შემოიღოს, რომ ხელი შეუშალოს, დაბლოკოს მთელი ამბავი რაღაც, რომ პირიქით, ჩემი გუნდი თუ იქნება საკრებულოში და შენ ამით რო იწონებ თავს, რომ ეს მაჟორიტარი არის, თქვათ, კალაძის გუნდის წევრი. რანდობა უნდა გამოგიცხადო მე შენ, როცა მეცოდინება, რომ მერია შენია და საკრებულოც შენია. აი ასეთი ადამიანებს ბევრს არ ესმის. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ საქართველოში, აი ჩვენ რაზედაც ვსაუბრობთ, რატო გვიწევს საუბარი, შეიძლება ბევრ ადამიანს არ ესმის, რომ ჩვენ მართლა იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ხვალ ამ სისტემას გადმოვიღებთ საფრანგეთიდან და დავაწესებთ საქართველოში. ხვალ ეს არ მოხდება, გასაგებია, მაგრამ აზროვნებით ადამიანი უფრო მეტად მომზადებული იქნება და იაზროვნებს, რომ როცა მას ეუბნებიან, რომ გადმოვიღოთ ხო, როცა ამას ეუბნებიან, რომ ქალაქის მერია და ქალაქის საკრებულო ეს ერთი გუნდია და ერთი ხალხია, ადამიანი უკვე გაანალიზებს და მიხვდება, რომ ესე იგი ამ ქალაქს არაფერი არ ეშველება, იმიტომ რომ მაკონტროლებელი ორგანო გაქრა. არ არსებობს ერთი გუნდი მართავს ქალაქს და ესა ვერ იქნება კარგი ქალაქისთვის. ანალოგიური მდგომარეობა ჩვენ რო ვამბობთ, რომ არ შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი. რატო? იმიტომ რომ პარლამენტი და ხელისუფლება თუ ერთი გუნდია, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ქვეყანას პატრონი არ ყავს რეალურად. ვინაიდან ის ვინც ყავს და როგორია რომ პატრონია, აკეთებს იმას, რაც მას სურს. იმას კი არა, რაც უკეთესი იქნება შემაკავებელი არ ხო, არამედ რაც მას სურს.
და ამას უნდა ხვდებოდეს მოსახლეობა, რომ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ერთპარტიულობა, იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ ჩვენ არ მოგწონს ერთპარტიულობა. იმიტომ რომ ქვეყანას ქვეყანაში რაც ხდება, შენ კარგავ მასზე კონტროლს, ანუ სხვადასხვა მოქმედებაზე ხელისუფლების მხრიდან შენ როგორც ამომრჩეველს გეკარგება კონტროლი. ვინაიდან როცა შენ ამბობ რომ მე ეს არ მომწონს, პარლამენტში უკვე არავინ არ ხავს, ვინც ამას იტყვის. იმიტომ რომ ეს ერთი გუნდია, ერთი ხალხია და ერთმანეთის წინააღმდეგ არ წავლენ. ამიტომ როგორც მინიმუმ რამოდენიმე პარტია უნდა იყოს პარლამენტში, რომელიც გაახმოვანებს შენ აზრს. ასევე საკრებულოში რამოდენიმე პარტია უნდა იყოს, რომელიც ასევე გაახმოვანებს თბილისელების აზრს, ან რეგიონში თქვა რეგიონის საკრებულოს აზრს. ამას უნდა ხვდებოდეს. გიორგი იმას ამბობდა, რომ ის კი არა, წარმოიდგინე შენ, რომ ოპოზიციური პარტიები რეგიონებში არიან და მართავენ, მაგრამ ეს ქვეყანას კი არ შელის პირიქით, ქვეყნის იმ მრავალფეროვნებას გვაჩვენებს. აგერ ამბობდა, რომ ბიჭო ადამიანები ხედავენ, რომ ხედავ, აგერ მარინ ლეპენმა ეს ქალაქი ნახე როგორ აგერ იმან რა ქვია სოციალისტებმა როგორ მოახერხეს აგერ ანუ რეალურად ჩვენ ეს გვაკლია და ჩვენ დღემდე ვერ მივედით იქამდე რომ გონია რომ ღალატად თვლიან გაცო თუ კი გამოხვალ და შენ თქვა პირველ პირ სახელმწიფოში გახსოვ შენ ასე ცხოვრობდით რამდენი ხანი ზვიად გამსახურდია ზორდან მოყოლებული თუ კრიტიკოსი იყავი და რაღაცას მოღალატე იყავი მე მოვიდა რა ქვია შევარდნაძე მე როგორ შეიძლებოდა იმაზე გამოსულიყავი და გეთქვა რომ კრიტიკოსი რა ქვია უსლაპარაკობ ქვეყნის დამაქცევარი ხარ. ქვეყნის მოღალატედ აღიქვავდა ლამისა ოპოზიციონერს. ქვეყნის ხო ასე მიაჩნდათ ხო ნებისმიერ სააკაშვილის აიღე. ეხლა ლევანდოვსკი რაღაც უსამშობლოებს გვეძახიან და გინდა აი რატო ვართ ახლა ჩვენ უსამშობლოები მე და შენ ორი ომში მაინც გვაქვს მოღალატე რა ქვია და 1986 წლიდან ვდგევართ რუსთაველზე მე და გოჩა ჯოჯუა ვდგევართ 1986 წლიდან რუსთაველზე კაცო მაგითო ვართ უსამშობლოები ძმაოსწორეთ. რას გეხარ იქროთ გეხარ. ქუჩაში რო სულ ქუჩაში რო ხარ აბა რა სამშობლო. კეთილი. მოეწყე კარგად და იყავი ბატონო ვარჯობია. კეთილი მეგობრებო. ისევ სამწუხაროდ გიორგი ჩვენი დრო ამოიწურა. უკვე გვაცნობეს რომ დავტოვოთ. კარგი იყო რომ საფრანგეთის მაგალითზე მე მგონი რაღაც პარალელები გავავლეთ და აი შევხედეთ ხო იქაც თქვა რა პრობლემებია როგორ არის როგორ წყვეტე. ანუ თვითონ სიტყვა თვითმმართველობა უკვე იმას ნიშნავს რომ კონკრეტული რეგიონი ან ქალაქი თავის თავს თვითონ მართავს. და ამიტომ არსებობს საკრებულო და მერია. და ჩვენთან გოჩამ სწორედ თქვა ახლა თუ ქუჩის დასახელება რო შეიცვალოს, რეგიონი თბილისში უნდა დაარეკონ, კითხონ შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. აი ადგილობრივი ამას ვერ გადაწყვიტავს, თბილისმა უნდა გადაწყვიტოს. ანუ თვითმმართველობა, თვითონ აი ეს სიტყვა დაიკარგა, ხვდები? მერი ინიშნება თბილისიდან. ანუ ვინ იქნება კანდიდატურა უნდა შეათანხმო, იქნება მოქალაქეს არ უნდა, მაგრამ შენ რას ქვია, შენ ახლა ოცნების კანდიდატი არ გინდა, ესე იგი შენ ნაცი ხარ. და მორჩე ის მოქალაქე სადაც რეგიონში ფიქრობს რამე არ დამაბრალო ხო შარში ვარ ისე იყოს ის ვისაც თბილისიდან დამინიშნავენ აი ეს არის უბედურება აი ჩვენ ვერ გავწდით ამას სამწუხაროდ ნუ იმედი მაქვს რომ გამოიღვიძებს ერი ადრე თუ გვიან ხო უნდა გამოიღვიძოს ადლობა გიორგი ხო გეუბნები საფრანგეთმა გამოიღვიძა და აგერ მეფეზმაო გელიუტინაზე აღმოჩნდა და რა ვიცი იმის მეხუთე რესპუბლიკაა გიორგი მადლობა ჩართვისთვის მადლობა თქვენ ჩვენ შევხვდებით გიორგის მომავალ ორშაბათს შენს ერთად ვიქნებით მომავალ ორშაბათს ეხლა მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მე თქვენ შევხვდებით ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ